Kas ფიქრობთ, რეალურია საფრთხე? რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით და ყოველთვის ვაფრთხილებდი ხელისუფლებასაც და ყველას, რომ ის ნაბიჯების რეკომენდაციები, რომელიც ასრულდება, ყოველთვის ამან შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ვიზო მიმოსვლის თემა. ეს ისტორიული მონოპოვარი, რომელიც საქართველოს მოსახლეობა მოიპოვა. ეხლა რომ მაგრამ მოდით შევხედოთ პროცედურულ მხარეს. ახლა არ შეიძლება აქ ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მომენტებზე, რომ ან შეზღუდავენ, ან არ შეზღუდავენ. დავიწყოთ იმით, რომ რატომ მოვედით ამ წერტილამდე. ხაზუსამ პროცედურებზე ვილაპარაკებ. ხო, ნუ ქართული მხარი ამბობს, გაგაწყვეტინეთ, რომ პროცედურები რაფერ შუაში არისო. ჩვენ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებთ, რაც ვიზარბერძეცთა იყო მოთხოვნილო. ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანგარიშწორება ჩვენ. მოდით პროცედურა ვთქვათ, რომელიც გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? და არ შეიძლება გამოყოფილად საუბარი პოლიტიკაზე და პროცედურაზე. რა არის ჯერთი დავიწყოთ იმით ევროკავშირი, ხო? სადაც ჩვენ ვისწრაფით, სადაც ჩვენ კანდიდატი წევრი ქვეყანა ვართ, ეს არის ქცევის წესები ოჯახში, სადაც ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ამ ქცევის წესებით ვაპირებთ ცხოვრება. ძალიან მარტივად ხსნი ახლა. და ამ მოვედით, აქა ვისწრაფოდით ამდენი წელიწადი ამისკენ, მივედით, კარი გავაკეთ და უცებ გაღებულ კარში ვიძახეთ რა, იცი რა, ჩვენ ჩვენი წესებით მოვდივართ აქა და ხო, აი მანდ კანდიდატის სტატუსი შეიძლება ეხებოდეს ეგრე, რომ იქ რეფორმებს არ ვატარებთ, მაგრამ აქ ყველაფერი გავატარეთ. არაფერი. ეხლა ეს იყო პირველი განაცხადი, ხო სწორია? ეხლა ევროკავშირმა თქვა, ეხლა კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, ძალიან მარტივად ხსნი, რომ და ჩამოასახელა პუნქტები. აბა ვინმეს თუ ახსოვს 9 პუნქტი. გაიხსენეთ? სასამართლო ხელისუფლება, საარჩევნო სისტემა, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლების თემა, ბევრი მომენტები იყო ეს. ამ 9 პუნქტიდან გამომდინარე, არც ერთი არ შესრულდა, ევროკომისიამ დააფიქსირა, რომ ეს არ შესრულებულა. ესაა საუბარი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ, რაც 9 პუნქტი ეხებოდა დიალოგის გახსნას. ეს პრინციპული საკითხი არის. საერთოდ უვიზოს თემა აქ არ იდგა. ხო, არ იდგა ამ თემაში. ამ 9 პუნქტის არ შესრულების შემდგომ გამოჩნდა მე-10-ს არათუ 9-ს დაკლება, არამედ მე-10-ს, მე-11-ს, მე-12-ს საუბარი არის ეგ ეწოდებულ რუსულ კანონზე, საუბარი არის ტროტუარებზე დგომასა და ბევრი რაღაც თემები, რომელიც დაემატა ამ თემას და აქედან გამომდინარე ამ დამატებაში შეიფუთა ბატონო მერაბ, რომ ჩვენი კანონებით მოვდივართ, ჩვენი წესებით მოვდივართ და აქ პოლიტიკური თემა. ხო, რა კავშირშია ერთმანეთთან ლიბერალიზაცია? ეხლა ვაგრძელებ. შენ როდესაც მიისწრაფი ევროკავშირში და შედიხარ ამ ოჯახში და არღებულობ ამ ოჯახის წესებს, რაც არის პრიორიტეტი იმ ქვეყნებისათვის, რომელიც არიან, ეს ქვეყნები გეუბნებიან უკაცრავად. ჩვენ ხო თქვით, რომ ერთმანეთს დაუახლოვდეთ. პირველი დაახლოება იყო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, უვიზო თემების მოხსნა, ხო სწორია? და შემდგომი ნაბიჯი იყო გაწევრიანება. უვიზო იმიტომ მოხსნილი, რომ გაწევრიანდა მერე. და არა, ეხლა მაგრამ უვიზო სხვა ქვეყნებთანაც აქვს ახლა ევროკავშირი, საერთოდ სხვა კონტინენტზე რო არის. ბატონო მერაბ, სხვა რაღაცებასთან ეგ არ არის. არა, პრინციპული მნიშვნელობა იყო ჩვენ შემთხვევაში თურქეთი კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ უვიზა აქვს. ეს ჩვენს შემთხვევაში ხო რომ ჩვენ მივდიოდით სამეული მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს ეს პრინციპული საკითხი არის. ჩვენ არ შევეყოთ სხვა თემებს, აი სხვა მაგალითებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს იყო კეთილი ნება. ეხლა თქვენ ნახეთ, რაც სომხეთს გაუკეთეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიანაც არ გაუკეთებიათ, იმიტომ რომ იქ ის მათ დასკვნები გააკეთეს, რაც ეხლა არის, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გავაკეთეთ და ეს არ მივიღეთ, სომხეთმა ჰარმონიზაცია არ გააკეთა, ისო მიიღო, იმიტომ რომ რუსული ეწოლისგან დაეღწია თავი. ეხლა, როდესაც ეს ყველაფერი მივიდა იმ მომენტამდე, რაც ნიშნავს გაფუჭება სიტუაციით, შემეხტა შტაბ-ეტილება, რომ როდესაც რაღაც პოზიტივის ნაბიჯი ხდება, ყოველთვის ხდება ჩვენი მხრიდან რაღაცის გაფუჭება. ეხლა 11-ში არის თომა, თქვენ ეს არ შეასრულეთ. ამას დამატებული გაფრთხილება, რომელიც იყო იანვარში დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, ვიზა რო შემოიტანეს და უვიზო მათ მოუხსნეს და მეორე ეტაპი თუ არ შეასრულებთ, დგებოდა მოსახლეობის საკითხის თემა. დღეს ეხლა ზეგ უпростоრად 11-ში ეს არის ტექნიკური მხარე, ტექნიკური განხილვა, მაგრამ არის მზადება დეკემბრის ხტომისასკენ, ესე იგი დეკემბრის ხტომა თალამ ჩატარდება ევროპის საბჭოში, მაქამდე იტარდება ოქტომბერში ევროკომისიის ხტომა და აი საბოლოო დამტკიცდება იქ და იქიდან წავა რეკომენდაცია ევროპის საბჭოზე. ან მოიხსნას, ან არ მოიხსნას.
ამის გარდა ბატონო მერაბ ჩვენთვის შეცვალეს კანონი, სადაც საუბარი არის, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანაა, რომელიც არ იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას. ჩვენზეა მორგებული მეტი და ყველა იზიარებს. ხო, მოდი ვთქვათ პირდაპირ. და აქედან ეს არის ერთი მომენტი, პოლიტიკური გაჩერება, არის მეორე მომენტი. ამას მინდა ხაზი გაუსვა, ბატონო მერაბ, პრინციპული არის ეს. მეორე მომენტი არის შეჩერებას თემაზე ვლაპარაკობ, პოლიტიკურის გარდა. ან ეს საკითხი, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური არც დადგეს ტექნიკური მხარე და ტექნიკური მხარე სამწუხაროდ. საქართველოს მოქალაქეები ბევრს არღვევენ უვიზოების დღეებს, დარჩენა, თავშესაფარის მოთხოვნა, ეს გაიზარდა მოთხოვნა და ეს დაფიქსირებულია ყველა კვლევით, ხო? ეხლა გამოდის რა 15 შინაგან საქმეთა მინისტრი იკრიბება, ეს არის უკვე და იძახის რომ ტექნიკურად, რადგანაც ირღვევა ეს მომენტები საზღვრის, ტექნიკურად 6 თვით შევაჩეროთ. ეს არის ერთი მექანიზმი. რა თქმა უნდა, ეს მექანიზმის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი არის, მაგრამ არა იმ ჩარჩოში, რასაც ქვია პოლიტიკური ჩარჩო, არამედ სამართლებრივი ჩარჩოში გამოდის და 6 თვის შემდეგ ისევ განვიხილოთ რა ეგ თემა. ან გავაგრძელოთ, ან გავაუქმოთ. ეხლა თავარი აქ არის რა, იცი, თუ ეგ საკითხი დადგა, მნიშვნელოვანი არის, რომ თუ ღმერთმა არქნა შეჩერება მოხდეს, ხო? იყოს აი ამ ტექნიკური გზით და არა პოლიტიკური გზით. მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირი დაუსვამს სერიოზულ შეცდომას, თუ საერთოდ საქართველოს შეუჩერებს ვიზოს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა. ბევრი მიზეზის გამო. იმ პირველი მიზეზი ეს არის ქართველი ხალხი. ხალხი ხო დარწმუნდა, ის ევროჩინოვნიკები ხო დარწმუნდნენ ამაში, რომ ეს ქართველი ხალხი დგას რუსთაველზე. რამდენი ხანია ხო გახსოვთ თქო რომ ახალწლამდე დამთავრდება ის და არ დამთავრდა ყოველ შაბათს მარშებია. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც აქვს იმედი და ბრძოლობს და რაღაცის შესვლა უნდა უცებ ევროკავშირი დაუწყებს იმას რომ არა უვიზოს გაუქმება ნიშნავს აი როგორ თქვა წლები დაჭირდება ამის აღდგენას. ხელისუფლები ცვლები შედება. თუ ვინმე ითქვის რომ ხელისუფლება შეიძლება და წუთში აღგება ასე არ იქნება. ეს პროცედურებია. რომელიც უნდა გავიაროთ. ამას ნდობის აღდგენის პროცედურებია. რა ძალიან რთული არის. ამიტომ მიმაჩნია მე ხა ველოდები 11 ივნისს რა დოკუმენტი დაიდება. შემდგომ ჩვენი პოლიტიკური პარტია აპირებს ყველასთან ვისაც კი კონტაქტი გვაქვს ევროკავშირში. ევროკომისია ჩვენ არაერთხელ ვიყავით ევროკომისიაში, ვაპირებთ ჩასვლას და პირდაპირ საუბარს რომ ქართველი ხალხი რაოდენ ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. არ იმსახურებს იმას, რომ უვიზო რეჟიმი. ეს იქნება დარტყმა ყველა იმ მოქალაქისმოთ, ვინც უიყურება ევროპისაგან. ეს დროებითი მოვლენაა, რაც ახლა ხდება. ამიტომ ეს არის შესანარჩუნებელი რა. და ეს დამოკიდებული არის ძალიან იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა ქართული ოცნების ნაბიჯები გასაგებია აფუჭებენ საქმეს. მოდი თქვა პირდაპირ. ამერიკასთან და ევროპასთან რამე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგომა, იქვე იმ დღესვე საჭიროა განცხადებას გააკეთებენ, იმ დღესვე რაღაცას გააკეთებენ, სპეციალურად ქმნიან ბარიერებს. ეს ხო ნათლად ჩანს. მაგრამ ქართულ ოცნებას მინდა უთხრა, რომ ძალიან შეცდომა ჩადიან სომხეთის არჩევნების შემდგომ, ის რაც ხდება სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანში ამერიკელების და სომხეთის ვერ დარჩებიან აი ასე ჩაკეტილი საქართველოს ვერ დარჩება. აი ქართულ ხალხს დავანებოთ თავი, ხო? რომელიც არ ეგუება და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ძალიან დიდია უკმაყოფილო მასა ხელისუფლების წინამ, ძალიან დიდია. ამას ქართული ოცნებაც კი აღიარებს თვითონ. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ვერ დარჩება ამ გეოპოლიტიკურ თამაშს საქართველოს გარიყული, ვერ ან რუსეთის ქვეშ, მოდი ასე ვთქვა. არც ეს გამოვა რა.